მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. აქ აღდგენა გჭირდებათ რაღაცეების, ან განახლება ჩემო კარგებო. ამიტომ მიაქციეთ ამას ყურადღება. აღდგენა, განახლება. აქ მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა ნახეთ, საჯარო გაშლით ბევრს გამოგაქვთ ზოგადად დასკვნები, მაგრამ ნახეთ, თუ რჩევას ვაძლევ რამეს და ითვალისწინებთ, ან რაღაცას გასწავლით, შეგიძლიათ საჯარო გაშლებიდან ეს კი ბატონო გამოიყენოთ სათქვენ ისოთ და ეხლა ადამიანი შეიძლება აქ წმენდა გჭირდება თქვენ ვიღაცას და ეს გაშლა მიიღოთ თქვენს თავზე და იფიქროთ, რომ არიქა ჩემზეა და ეს უნდა გაიაროთ დიაგნოსტიკა. თქვენ თავისთვის რაღაც უნდა გაიმეტოთ ზოგჯერ, ესეც არის, ხო? ნახეთ, თქვენი სიამოვნებისთვის, თქვენი რა ვიცი, გაყავასადმე არ დაგილებიათ. იგივე მომენტია. გაიგოთ, გაარკვიოთ, ხო, ის 1 საათია, ის რაღაც არის, ხო? და ვისაც ეხება ეს გაშლა, თქვენ უფრო აღდგენა, განახლება გჭირდებათ. აქ გულში გაქვთ ცოტა შიში და რატომ არის ეს შიში? არასწორი მიმართულებით მიდიხართ თქვენ წარმატებისკენ, ნაყოფიერებისკენ, ხო? კარგი, რატომ არის ეს შიში? რაღაცა არ გამომივა, შედეგს ვერ მივიღებ, თუ შესაძლებლობა შეიძლება არ მაქვს, შეიძლება რაღაცამ არ ვიცი, გააკეთეთ, იმოქმედეთ, არ გაჭრა, არ იმოქმედა, არ და ასე არ არის. აქ არ არის გამორიცხული ზუსტად ეს შიში ბლოკავდეს რამეს, ან უბრალოდ ნახეთ, რაღაცებს სჭირდება განახლება. ხო, ხანდახან არის, რომ ადამიანი ბრუნდება საწყის ეტაპზე, ან რაღაცას ძალა გაუვიდა, ვადა გაუვიდა, რა ვიცი მე რა იქონდათ ნამოქმედარი. დაცვები თუ არის, დაცვებზე ალაპარაკი, წარმატება თუ არის, წარმატება, ფინანსები, რა 1000 რაღაც, ხო? შეიძლება რაღაცა საკითხი უბრალოდ გაინტერესებთ თქვენ და აი საკითხთან დაკავშირებით რაღაცებს გადახარისხება, გადაახლება სჭირდება თქვენ საქმეს, ნებისმიერს. შეიძლება ყველაფერი ერთადაც კი იყოს. არა და მე გეტყოდით აქ, რომ კი არის შესაძლებლობა გამოხვალთ თქვენ რაღაცა აი ამ პრობლემიდან, შეიძლება ამ შეშიდანაც ძალიან ცოტა დრო, ვიღაცას დრო სჭირდება, მოდი აქაც ვერ დაგიკონკრეტებთ ახლა საჯაროს გამო, ვიღაცა შეიძლება ერთი მოქმედება, ერთი ნაბიჯი, ერთი რაღაცა, აი ერთი რაღაც გჭირდებათ. რომ გააკეთოთ, აი ის ერთი რაღაც უნდა გააკეთოთ. მე მგონია რომ თქვენ იცით რაც არის ეს ერთი რაღაც, ხო? და აი აქ პირიქით ნახეთ თქვენი სურვილები გზაშია, რაღაც ყველაფერი გეხმარება და არ არის გამორიცხული, შეიძლება
ხო, იცით რა არის? ვიღაცა გონია მე მგონი ორხელიანი მყავხართ აქ. აი ესეც შეიძლება, ხო? ორხელიანები როგორებს ქვია და უბრალოდ ძალიან მაღიზიანებს შემდეგ რაღაცა საკითხს გავაჟღერებ და ყველა რომ აიტაცებს და ეს 1000-ჯერ გადატკეპნილი თემები მილიონჯერ გადატკეპნილი რომ არის, არა 1000-ჯერ არა, მილიონჯერ და ისევ გამოდის ადამიანი და ისევ ხსნის თავისებური ინტერპრეტაციით უბრალოდ სიტყვები არის შეცვლილი სხვათა შორის ერთი ქალბატონი შევამჩნია ესე და რატომაც მოусმინე, გარკვეული საკითხები რაღაცის გამო მოусმინე, მოკლედ, ეხლა არ დავკონკრეტდები, არ მინდა რაღაც აქცენტი გავაკეთო ადამიანზე და მიხვდეთ ვინ არის. და მოკლედ რაღაცა მინერალები გამოაცხადა ტარამ ტურუმ აღარც მახსოვს ეხლა რა სახელით მოიხსენია და იმ წუთში მივფიქრე რას ლაპარაკობს ეს ცოტა გამიკვირდა ეხლა მე არ ვიცი და რა ხდება ესე იგი აიღო ეხლა ესე მინერალი და უბრალოდ არის მინერალები ორი სამნაირი სახელი ჰქვია ეხლა არ მახსენდება მანდა მაინც არც ერთი მგონი რომელი თქვა რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ არის მინერალები ნახეთ რომელსაც ქვია ორი სამი სახელი ერთ-ერთი სახელი მე არ ვიცოდი და გამოაცხადა ლაპარაკობს და არამდენ დავძებდნენ თურმე იგივე მინერალი რომელიც მე პირადად ხმარებაში მაქვს მაგრამ ყველასთვის არ შეიძლება ამ მინერალის გამოყენება იმიტომ რომ უზარმაზარი ენერგია მეაქვს ადამიანიდან და თუ არასწორად მით უმეტეს არის შერჩეული რომ იცოდეთ მინერალებს კი არასწორად შერჩეულ მინერალებს მეაქვს უზარმაზარი ენერგია შეიძლება სისუსტის ერთ-ერთი ნიშანი ესეც იყოს ან თუ დაბინძურებული არის ამიტომ ესე უპრაკუნოდ ვინ წყიდულობთ და ეს მე ძალიან მიგვს მაგრამ კარგი როგორადაც არის ისე შემდეგ კიდე რაღაცა საკითხს საუბრობს და აი სიტყვები იყო შეცვლილი კი ბატონო ეს ძალიან კარგი ერთი მხრივ მომეწონა მაგრამ იცით რა არის უნდა დაკონკრეტოთ მაშინ რომ ამას ყველა დაუშვათ იცნობს კვამლიან კვარცად ხო დაუშვათ სხვა სახელს რო უწოდებ უნდა თითქოს ახალს თავაზობ ადამიანს ეს სიახლე ხო არ არის ეს არის აცნობ იმ კუთხიდან რომელიც დაუშვათ არ იცის ამ ადამიანმა ის სახელი ხო და ნახეთ მე მაგალითად მოტყუებულად ვიგრძენი თავი ეს არის იმიტომ რომ არაფერს ახალს არ ამბობ შენ სინამდვილეში უბრალოდ შეცვალე სახელები იგივე ხდება ხო აი კი ბატონო ეს ძალიან კარგია მე ადრეც გამოვაცხადე რომ თქვენეული ვერსია რაღაცა შეცვალეთ ხო და ძალიან კარგად ამ ადამიანს ეს გამოვიდა მეც და კი დამაინტერესა მაგრამ იმედ გაცრუებული დავრჩი იმიტომ რომ სიახლე მაინც ვერაფერი ვერ ვიპოვე იქ და ამ დროს მთლად ესე არ უნდა მოიქცეთ უნდა თქვათ იმიტომ რომ ვიღაცას დააბოლებთ მაგრამ პროფესიონალები ვინც ავართ ან ვინც ესე სულ რაღაცას საკუთარ თავის განვითარებაში ვართ როგორ არის იცი დავძებნე ინფორმაცია და ანუ ერთი და იგივე სახელის რაღაცას მთავაზობ ხო ამიტომ არ მიყვარს ეს უკვე აღარ მიყვარს მართლა აღარ მიყვარს ხო ორხელიანზე გავჩერდი ორხელიანი ნიშნავს იმას რომ მაგიასაც აკეთებს ანუ ის ეშმაკთანაც მეგობრობს და ღმერთთანაც აქ ვიღაცა ესეთი მისმენს ეს იქნება ერთი ახლა ყველა მარ დაიჩემოთ ერთი თქვენს თავზე მე ყველა მიცის დედა მე ვარ რა შენ ხარ ადამიანო გადამრიე რა შენ ხარ ერთი მოვიდა ის ძლიერი ქალბატონო ნინო თქვენ რომ დაასახელეთ მე ვარო აი ის ძლიერი შემდგარიო და კარგი კაცო თქვენ თუ ხართ ნახე გადავხედე
დაველაპარაკე, ვერაფერი ამაში მე სიძლიერე რას აღიქვამს ადამიანის სიძლიერეთ, ხო? საერთოდ ვერაფერი არ ჩემდგარი არ არის, არც განათლებით, არც პროფესიით, არც არაფრით აბსოლუტურად ვერც გაიგორას ვეუბნები. აი პირდაპირ გამოშტერებული სახით რო ადამიანი გიყურებს, ვერ გებულობს რას ელაპარაკები. და მე ვარ ეს ქალბატონი არა ძალიან კარგი, ასე თუ ფიქრობთ ერთი მხრივ, მაგრამ ნამეტანიც არ უნდა იფიქროთ, აი როგორ აიცი, დიდი წარმოდგენაც არ უნდა შეიქმნათ საკუთარ თავზე. იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, სიძლიერის სისუსტის ეს ერთ-ერთი ფორმა ესეც არის, რომ დიდი წარმოდგენა შეგექმნება საკუთარ შესაძლებლობებზე, საკუთარ თავზე. ესე რო წარმოაჩენ, ხო? აიცით რა არის? ერთი მხრივ კარგია ის, რომ ესეთი შთაბეჭდილება გრჩებათ თქვენს თავს, ნახეთ, მოტივაციას მისცემთ, რომ აი ძლიერი ხართ, შეგიძლიათ რაღაცების მოგვარება. ვინ რაში ხედავს სიძლიერეს, ნახეთ? რა აღიქვა ამ ქალბატონმა სიძლიერეთ? მე დღესაც ვხვდები, ეს არის წლების ამბავი, ეს არ არის ახალი. და ზუსტად ვიცი, ახლა უკვე აღარ არის ჩემი მსმენელი. ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. ნახეთ და თუ ისმენს, მაინც ვერ მგონია მიიღოს მის თავზე, მიხვდეს ვიზე ვსაუბრობ. მაგრამ ეს არის ერთი მხრივ საკუთარ თავის მოტყუებაც, იმიტომ რომ არ ხარ ესეთი, ეს არის არასწორი საკუთარ თავის შეფასება ხალხო. აი ზოგიერთს ამბიცია აქვს, რაღაცა უნდა თანამდებობა, მაგრამ არ ხარ მაგ თანამდებობისთვის შესაფერი და ეხლა რანაირად როგორ უნდა მოხერხდეს ეს. და ბევრს გონიათ, რომ ეს ყველაფერი მაგიით კეთდება და არ არის ხალხო, ეს ყველაფერში მაგიას ვერ გამოიყენებ. და არ არის ეს მიზანშეწონილი და რეკომენდირებული. ეს არის უკიდურესი მომენტები და უკიდურესი მდგომარეობა, რაღაცა მიმართოთ მაგია ზოგადად. და კარგი რაღაცა წარმატებისთვის, მაგრამ რა ვიცი ახლა. ერთმა თუ შეიძლებაო რაღაცეები გამიკეთო ისე, რომ დავწინაურდე ის და რა ვიცი, აძიხართ რა სჭამთ. იშრომეთ. მე თუ მიყურებთ, მე კოლოსალური შრომა მაქვს განაცვალე ჩადებული ჩემს საქმიანობაში. ჩემს პროფესიაში ვინც მიცნობთ და ვინც იცის სინამდვილეში, რას ნიშნავს დამეთანხმება, რომ კი ამ ყველაფერს შრომა სჭირდება, მას ვერ მოიპოვებისე. ხო და ახლა ის თუ გაინტერესებს, სული არ გამიყიდია, არ გამიკეთებია ასეთი რიტუალები, არ მუშაობ მაგ განხრით. ამიტომ სულს თუ გაყიდით, მაშინ შეიძლება რაღაცა კიდევ სხვანაირად გამოვიდეს. თუმცა მე იცოდეთ, რომ უკან დახევის გზა აღარ გექნებათ, სულს როცა გაყიდით. ხო. ეხლა ესე დავუშვათ მოისმინოთ ტაროლოგიან, თუნდაც მე რაღაცას ვასუფთავებ, უფრო სუფთა ენერგიებზე მუშაობ. ეს უკვე არის ის, რომ უკან დახევის გზა ყოველთვის მაინც მაქვს. რომ იცოდეთ. მაგრამ სულს თუ გაყიდით, უკან დახევის გზა არ გექნებათ. ამიტომ ძალიან კარგად უნდა ჩამოყალიბდეთ ამაში, რა გინდათ ცხოვრებიდან. გინდათ ეს? სულს თუ გაყიდით, მე იქ აღარაფერი აღარ გიშველით. აუცილებლად შემდეგ ნათელ ენერგიებს რო დაუბრუნდეთ, იცოდეთ, რომ მოწამეობრივი სიკვდილი არ აქცდებათ. ასე არის ზოგადად, მე კი არ ვიგონებ, ასე არის ეს. ბევრი მაგალითი არსებობს ამისი, რომ კი ბატონო, დავუშვათ მომენტალურად, აი ბერებზეც ყოფილა ესეთი რაღაც, რომ აღარ უნდა ბერობა და ერთ-ერთმა ბერმა, მოდი მოგეყვებით, გადაწყვიტა, რომ რაღაც დაბრუნებოდა საერო ცხოვრებას, მაგრამ ვერ დაბრუნდებოდა, იმიტომ რომ მთელი მისი ქონება და ცხოვრება შეწირა, ესე რომ ვთქვათ, გაჭირებულებს, ხატაკებს.
ამიტომ შემდეგ რომ მოწყინდა ეს ბერული რაღაცა ცივ გამოქვაბულში ახლა არ ცხოვრობენ ცივ გამოქვაბულში, თორე ადრე ცივ გამოქვაბულში ცხოვრობდნენ და არც ლოგინი ჰქონდა და არც საჭმელი, არც სასმელი, ხო, არც ჩასაცმელი ფეხშოლა იყვნენ. ძირითადად შიშულები იყვნენ, მხოლოდ თავისი ბეწვი, თავისი თმები, ზოგს ქალები ვინც იყვნენ, ფარავდა მის შიშველს სხეულს. რაღაცა ფოთლებით და ესე დაძონძილი, დაუშვათ ტანსაცმლით იყვნენ შემოსილი. ამიტომ გადაწყვიტა, რომ დაბრუნებოდა საერო ცხოვრებას და კი მოიხმო ეს მაღალი ძალები, სადაც ზუსტად სულის გაყიდვა. მაგრამ როდესაც და მართლაც ერთ-ერთმა ვინც გამოიძახა, მე არ დავკონკრეტდები შეგნებულად, რა თქმა უნდა, ვიცი ყველა ვინ გამოიძახა, რა რიტუალი გააკეთა, მაგრამ არ დავკონკრეტდები. მიიღო ეს სიმდიდრე და მისმა თანამოძმემ რომ გაიგო, რომ ბერი ძალიან ესე იგი ასეთ მდგომარეობაში იყო რასულიერად, ეს ყველაფერი დაუშალა და ისე გააკეთეს, რომ გადმოიბირა. ანუ მაინც გადმოიბირა და ეს სიმდიდრე და განძი დამალეს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უკვე შენ ის დემონები, რომელსაც სულს მეყიდი, გაუბრაზდა და იქ მერე გაიგო ისეთნაირად რომ მოხდა რომ გამხილდა ამ ადამიანის ესე იგი რომ განძი ჰქონდა სადღაც დაინტერესდა მეფე, მერე დაინტერესდა რაღაც ხო ხდება წავიდა ძიება, დაკითხვა, ამან კიდე არ გამხილა სად იყო ეს სიმდიდრე და ამის გამო აწამეს და აი სულ თვალებიდან და რაღაცები ხო ხდებით და ასევე სარებზე და მანამდე როგორი წამება იცოდნენ, აი ზუსტად ესე სარებით, სარზე რო წამოანცობენ ადამიანს, ესეთი სიკვდილი მიუსაჯეს. აი ზუსტად ეს იყო ის რომ სული გაყიდა, ნახე, მიიღო ის მან რაც უნდოდა, მაგრამ შემდეგ გადავიდა, ისევ დაუბრუნდა ნათელ ენერგიებს. შემდეგ ვინც დაიწყო ამ განძის ძებნა, ბევრი იყო მსურველები, ორივე ბერი აწამენ სხვადასხვის. ვინც დაიწყო ძებნა, ყველა ესე გარდაიცვალა და დღესაც ის განძი არის მიუგნებელი, ანუ ვერ მიაგნო და ვერავინ მოიპოვა, მოდი ასე რომ ვთქვათ, ის ნდობა თუნდაც იმ დემონთან თქვენ წარმოიდგინეთ. ნახეთ რამ ხელასასჯელი მოევლინა, ამიტომ თქვენ რომ ამ რიტუალებით რაღაცებით მიდიხართ, ითხოვთ, ესე არ არის ერთი სანთელი ანთო, მე ხლა ერთ გოგონასთან მქონდა სხვათა შორის კიდე გასაუბრება და შეიძლება მომისმინოს, არ არის გამორიცხული. ვუთხარი და ვერ გაიგო, ცოტა შემეწინააღმდეგა ვიგრძენი ისედაც და ერთ რაღაცას გეტყვით, ჯადოს მოხსნა სანთლით, საკმეველით, მარილით, ესე ძმარით, ესეთ რაღაცებით არ ხდება ხალხო. თქვენ ჯადოს მაგით ვერ მოხსნით. ეს არის პრაქტიკოსია, ტაროლოგია სხვათა შორის. და ნახეთ, ეს არის ძალიან ელემენტარული ყველასთვის ხელმისაწვდომი, ძალიან მცირე დასუფთავება. ვიღაცა შეიძლება ეყოს, თუ კი ნახეთ, თუ კი რაღაც ცოტა გაცრავად დაზიანება არის, მაგრამ ჯადოსთვის ეს საკმარისი არ არის. სანთელს ვანთებ და რაღაცა და რამდენი დღეც არ უნდა ანთოთ, რამდენი დღეც მარილში არ უნდა იბანაოთ და რაღაცა ჯადოს ეს ვერ მოხსნის. ჯადოს სახეობები, ეხლა ამ თემებში მე რასაც ვაჟღერებ, ხალხი ფულს ღებულობს. ამიტომ მოგწანდით გენაცვალეთ, თქვენც გადაიხადეთ, ისწავლეთ, გასწავლით, აგიხსნით ბოლომდე ყველაფერს. ხო? აგიჟღერებთ. ჯადოს სხვადასხვა სახეობა არსებობს, ალბათ გეცოდინებათ და ვინც არ იცით.
და ყველა ეს უნდა იცოდეთ, უნდა დაინახოთ რა არის გაკეთებული და ამის მიხედვით უნდა ჩატარდეს შესაბამისი წმენდა და არა ყველა. და სანთლის ანთება, არა, იქ შესაბამისი სიტყვები, ლოცვები, ყოველთვის შენი სიტყვები არ არის საკმარისი. შენ არავინ არ ხარ. შენ არ გაქვს შენი ეგრეგორი შექმნილი და შენ არ ხარ ჩამოყალიბებული, ესე რა ვთქვათ, ჯადოქარი ესეთი. შენ უბრალოდ ეძებ რაღაცას. შენ რა, სულ ყველა ესე ვართ. ჩვენ არც ერთს არ აგვაქვს. კი, გამოდიან ახლა ამბიციები და რაღაცა ხო ჩატარდა კიდე. არა, არც ერთს არ აქვს მაგ ძალა. არც ერთს არ აქვს თავისი ეგრეგორი. ეგრეგორის გაძლიერება იცით რას ნიშნავს? ეგრეგორი არის აი ქრისტიანული რაც არის. ამიტომ ქრისტიანულ ლოცვებს იმიტომ აქვს ძალა. ნახეთ? იმიტომ აქვს, რომ ჯერ მარტო რამდენი სხვერპლშეწირვა არის, რამდენი სისხლია დაყრილი ქრისტიანული ეგრეგორის გამო. მუსლიმანურიც იყოს, თუ გინდათ. იმიტომ აქვს იმ რაღაც შელოცვები იქაც არის, ხო? ძალა, იმიტომ რომ გაძლიერებულია ჯერ მარტო ლოცვები იკითხება და ყავს მისი, ესე რომ ვთქვათ, ჯგუფები. ყველას ამას ლოცულობენ. თუ გინდა ნებისმიერი წარმართული იყოს რამე რიტუალები ტარდება, სხვერპლშეწირვები ტარდება, ადამიანის სისხლით, ცხოველების კი არა, კაცო. თქვენ გამოდიხართ ეგ და ჯადოქარი ვარ. მე ახლა ასე დავაწყაპუნებ ჩემი სიტყვებით, რაც ხას ვიტყვი და ეს ასრულდება. არა, ეს არის ყველაზე პრიმიტიული. შეიძლება რაღაცამ გაგიმართლოს ან დაგანახონ, წაგახალისონ, რო ხო, მაგრამ ეს არის ხალხურ თვალებშიც არის რაღაც ლაპარაკობთ თქვენ. ლაპარაკობთ საერთოდ. ხო, მეტ ინფორმაციისთვის მობრძანდით. კი ბატონო, შეგასწავლით, არის ჩემთან ეს კურსი. ნებისმიერ კითხვაზეც კი პასუხებთ. არა, გაშლაზე არ უნდა მოხვიდეთ. პირდაპირ კურსი უნდა იყოთ სწავლების. და ეხლა აქ რო გაგიჟღერეთ, წარმოიდგინეთ გაკვეთილზე რა ინფორმაციას გაგიჟღერებთ მე თქვენ და რა ინფორმაციას მოგაწვდით. აქ რა შეეხება, აი ზუსტად ეს ორხელიანიც უკვე დაგისახელეთ. ამიტომ გითხარით, ნახე, რამხელა ისტორია მოვაყოლე, ეს იქნება ერთი ადამიანი, ვიღაც. ან შეიძლება აი თავშოთ ორი. მაგრამ არა სულ. არა. ამას კიდე სხვა ენერგია სჭირდება. აქაც იყო და იქაც. ან ერთი ხარ, ან მეორე. ამიტომ თუ იმეს რამე გინდათ, იშრომეთ, შრომა ჩადევით. აქეთიკი თვალების წეცებას თავი დაანებით, იმიტომ რომ მე სასჯელები მოყვება მაგ ყველაფერს. თუნდაც ის რაღაც რომ ჯღაპნიან ესე ირუნებს და ეს გააქტიურეთ. ჯერ ერთი ესე არ აქტიურდება, მერე ყველას არ ემორჩილება ეს რუნები. და მერე კიდე გადასახადი ასმაგი არის, რომ იცოდეთ. შეიძლება საერთოდ ვალებში ჩავარდეთ, კი, ბევრი ყოფილხართ. აქ მისმენთ მე თქვენ ისეთი ადამიანი, ზუსტად ვინც ვალებში ჩავარდა მაგის გამო. მაგის გამო ჩავარდი ვალებში, მოდი ასე გეტყოდი. აი ეს რაღაცა რომ მოჯღაპნე იქ. დიახ, გრძნობ რომ მისმენ და ეს უნდა იცოდეთ, ასე არ არის, მაგას თავის ტექნიკა აქვს. კი ბატონო, შეგიძლიათ მობრძანდეთ, თუ რუნების შესწავლა გსურთ, შემიძლია გასწავლოთ, იქ იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფერი. ყველა რუნის განხილვა და როგორ აქტიურდება. და რა თქმა უნდა, მისი დეაქტივაციაც უნდა იცოდეთ. ასე რომ შეგიძლიათ მობრძანდეთ. კარგით. აქ რაც შეეხება, აი ეს შიში რაც არის, რა თქმა უნდა, ეს უნდა მოიშოროთ. მაგის განმაგან თავისუფლდეთ სინამდვილეში, ესე რომ ვთქვა, მანდა მაინც შესაშინებელი აქ არაფერი არ არის.
თუმცა აქ თქვენ გეხმარებიან მაღალი ძალები. აქ წარმატება პირდაპირ მიფიქსირდება, მდგომარეობიდან გამოსვლა პირდაპირ მიფიქსირდება, პირიქით აქ ბედის ცვლილება მიფიქსირდება და მე ვერც გეტყვით რომ მაგრამ არასწორად ან ცუდად იყოს თქვენთან. პირიქით სწორი მიმართულებით მიდიხართ, ერთ-ერთი პრობლემა არის აი ეს შიშის პრობლემა ხო? ეს ვალდებულება რომელიც თქვენ გაინტერესებთ და რაღაც ხო, ნელ-ნელა ნაბიჯ მოაგვარებთ, მე ვერ ვიტყოდი რომ ეს მანდა მაინც წელს დასრულდეს, შეიძლება წელს ვერ მოაგვაროთ, მაგრამ დიდი ხანით მეტი, წლები არ დასჭირდება. წელს შეიძლება ვერ მოაგვაროთ, მაგრამ გაისად მაინც მოგვარდება ეგ საკითხი რომ იცოდეთ. თუმცა ესეც თქვენზე არის, მოდი ასე გეტყოდით, დამოკიდებული რამდენად ჩადებთ რესურსს ამ საქმეში. კარგად იცოდეთ, ეს გაფანტული ენერგია, ამას აკეთებ იმას. ახლა ენერგია ჯერ უნდა გქონდეთ, რომ ყველაფერს მიედმოედოთ. ამიტომ ვინც ესე მუშაობთ, ამიტომ ვერ გააკეთებთ, ამიტომ არ გამოგივათ. ეს საქმე თუ გინდათ გამოგივიდეთ, აქ ჩადევით ენერგია. მოაგვარეთ და შემდეგ მიხედეთ დანარჩენებს. ხო, ესეთი რაღაცა ძალიან, რა ვიცი, ცხრათავიანი დევი უნდა იყოთ მაშინ. არ ხდება ესეთი რაღაცა ხალხო. ნახეთ, ახლა პირადიც აქ როგორ ჩავრთო, თუნდაც პირადი იყოს ვიღაცა რომ ძალიან კონცენტრირებული ხართ ადამიანზე, ერთად კონკრეტულ ადამიანზე და არა პირადზე ცალკენ ვისაუბრებ, მაგრამ აქ მოკლედ გეტყოდით, იმიტომ რომ კიდე ძალიან შორს წავალ მაგისაუბრეთ. ნახეთ, იქ მიდის ენერგია. მას კვებავთ. ის ბედნიერდება თუ რა ვიცი წარმატებას აღწევს და ასე შემდეგ. მაგ წლებზე დროზე გესაუბრებით პირად გაშლაში, რომ გავაკეთებ, რომელიმე გაშლაში მედია წამოვა ეს ინფორმაცია, რამდენი ხანი გრძელდება ეს პრობლემები თქვენთან. და იცით თუ ვინმე შევამჩნევ ეზოთერიკოს, იმ საკითხებს, რომელსაც ვაჟღერებ, ესე დაიწყებენ გლუკუნს ყველას დაგბლოკავთ. მარტო ეზოთერიკის გვერდს კი არ მოვძებნი, თქვენს სინამდვილეში რომელი ხართ, რომ ვერც ერთი გვერდიდან ვეღარ ვნახოთ. ხო, ერთი ქალბატონი მე მგონი ავტვირთე ის შევამჩნია, ახალგაკეთებული გვერდი აქვს. სიცილით ზუსტად ისი აქვს გადაღებული, როგორც მე ვიცინი. ესე დავრჩი. ეხლა და საქმე იმაშია, რომ არკანები რო ამოიღო, მოჩანდა არკანები. საერთოდ სხვა რაღაცას ლაპარაკობდა ტარო. ეს კიდე თავისას უბერავდა. სამწუხაროდ. ამიტომ ასეთებს დაგბლოკავთ, რომ იცოდეთ. რა არის იცით, აი ვერ ვაფასებ ესეთ ხალხს და რა გავაკეთო. დამიკომენტარეთ და ლაიქეთ და ნომერზე დაკავშირება ხდება 5939888. ეგ მშვიდობა.